მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები, პირადი მიმსახურება არის ფასიანი. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებულის ენერგია. ეს არის ადამიანის ყოთეშორის, რომელიც არის ძალიან ახალგაზრდულ ენერგიებში. მას თავისი ფული ყოველ შემთხვევაში აქვს. უბრალოდ იცით რა არის? თვალს გადევნებ ჩორდან, გულწრფელიც არის და შეყვარებულიც არის თქვენზე. შენელებული კადრიც არის. ნახეთ? და შესაძლებელია უფრო თავის ხასიათს ხანდახან გამომშღოვნებდეს გარკვეული ცოტა ესე ტონკი სიმკაცრით. ნახოთ რას გრძნობს. თქვენს მიმართ. გრძნობა დამიფიქსირდა, მაგრამ კიდევ უფრო მინდა დასახმისავლად მენახა. გულწრფელი არის და გრძნობა, სიყვარული აქვს, მაგრამ უფრო მეტად ნახეთ, მონატრების მომენტში არის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. იცით რა არის? თვითონ თითქოს ვერ არის თლად იმ პოზიციაზე ჩამოყალიბებული, აი რაკნას დაგემშვიდობოთ თუ მოვიდეს თქვენთან. თქვენამდე. რას გრძნობ? იცით რა არის? ეს დამშვიდობება რატო აქვს იდეაში? რატო აქვს იდეაში დამშვიდობება? არა, ეს დამშვიდობება კი არ არის. ეს არის რაც ვერ გადაწყვიტა, მაგრამ თქვენთან მიმართებაში ნახეთ პირიქით ცვლილება მინდა, რაზეც ჯერ ეს არ საუბრობს. არ არის გამორიცხული აქ რაღაც ცოტა გადაიტანოს თქვენი ყურადღება სხვანაირად, ან ისეთნაირად მოიქცეს, რომ თითქოს თქვენთან არ არის რაღაცა კავშირში, ხო? შეიძლება რაღაცა ის სხვანაირად, სულ სხვა რამეზე გადაიტანოს აქცენტი ყურადღება. მაგრამ სინამდვილეში ეს არის დაკვირვების მომენტი. და პირიქით ცვლილება უნდა შემოიტანოს თქვენთან, რომ ურთიერთობა უფრო ამ ურთიერთობას მისცეს უფრო სხვა ხასიათის სახე. მე ვიტყოდი, რომ აქ პასუხისმგებლობაზე ექნება საუბარი. აი დაქორწინება, რაღაც ქორწინებაზე არის აქ უფრო ძირითადად კი ბატონო საუბარი. ეს ამ დროში მოხდება. სამი თვე დაახლოებით ალბათ მოსმენიდან, ხო? ვისთანაც ეს სწრაფი განვითარება არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ ამ შემთხვევაში. ნახეთ, თითქოს როგორ არის იცით? ამ ყველაფერზე კი არ გესაუბრებად პირდაპირ. პირდაპირ არა. აი შემურებითი გზებით გვერდულად თითქოს და აკეთებს მონახაზს. ნახეთ, როგორ ვამბობ, პირდაპირ კი არ გეუბნებათ დავუშვათ როგორი ქორწილი გინდა, დაოჯახება დავუშვათ როგორი ადამიანი მოგწონს, როგორ მოვიტანო, იცით მაგალითით. ამას პირდაპირ კი არ ამბობს, რომ დავუშვათ ქორწილი გინდა თუ დავუშვათ დასასვენებლად წასვლა. თქვენ კი არ გეკითხებათ, რომ თქვენთან უნდა ეს.
აი ისე სხვათა შორის რომ დასვას ეს კითხვები და ინფორმაცია აკრიბოს თქვენგან ეს ვარიანტია. მივხვდით ხო? და ამითი ნაკეთებს რაღაც გარკვეულ გეგმას და მე რაც იზამ. მე ვფიქრობ, რომ ხო. აი როგორ არის იცით, ძალიან არ არის გამორიცხული ჩუმად დაოჯახდეთ, ფარულად. ან უბრალოდ ეს იყოს იმდენად დაფარული თქვენთვის, ეხლა ვერც წარმოგიდგენიათ, რაზე ვსაუბრობ ვიღაცას. ხო, მაგრამ აქ ძლიერი კავშირია და ეს კავშირი უნდა გაგრძელდეს. აქ არ მყავს მე ის კანდიდატი, რომ ეს დაასრულოს და ან ეტყვება და ან რამე არა. ну რაღაცა შეიცვალა გონია, ხო? მოდის ეს ადამიანი თქვენთან სხვათა შორის. მოდის თქვენთან და ამ ყველაფერს მოკლედ ესე ვთქვათ, ისეთი შემართება არის, რომ აქ უნდა მიეცეს სერიოზული სახე. ეს ადამიანი ამ წუთში ამ ენერგიებშია, ამ შეგრძნებებშია და საქმეს ნუ გააფუჭებთ, ხო? თუ დავუშვათ ხვდებით ვინ არის, თუ ნუ რამდენიმე 20%-თან ვიტყოდი, დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ მანდ მაინც არ ელოდებით ამ ყველაფერს თქვენ. ძალიან მალე მოვა ეს, ძალიან მალე. ძალიან მალე. რაღაც ესეთი ინფორმაცია იყო დღეს, იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია და გამშვიდობებით რა.